მეურთველელი და სუსტრაფი ვარ, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ვერ დაველოდე, რის შეცდომების გამო დაშორდნენ და ციცო თუ იცხა, ციცო ხო, ციცო. ხო, ესე იგი, მაგ შორის, ესე იგი, ბიძაშვილმა მოიყვანა ცოლი. რანაირი უნდა გენახათ, ჩემი გარე. შეშლილი იმენა შეშლილი მაგარეს, ხო და ბიძაშვილმა მოიყვანა ცოლი. და ესე იგი, მაგის გამო ატყდა ჩხუბი, რა თქმა უნდა, მოუვიდა ჩხუბი დედაფლთან იმ ცოლს ეკა ქვია არც მინდა მაგის სახელის გამოურება, ხო და მოვიდა ჩხუბი და ესროლა, ესე იგი, გრაფინი, ხო, ეგ წყლის გრაფინი, ხო გინახავთ სადმე, ხო გინახავთ სახში, ზუსტად წყლის გრაფინი, თქვენ რომელიც გითხართ სახში, ეიმხელა ესროლა პირამის სახეში. გოუქანა. აი აქ აცდა. ასე ჩოუარა წყლის გრაფინი. ხო, თორე ის რომ მოხვედროდა, პირამის ციხე იყო, კაროჩე მაგასთან, მე ატყდა ჩხუბით და ესე იგი ჩაალაგა მაგა სახლი, განაწყვილება მიიღეო უთხრა. რომ დარჩები აქ თუ მოდიხარო და ის დაყვა ბიძაჩემი სულელურად მეიქცა მაშინ და მაგის გამო დედაჩემმა ბიძაშვილს დაედურა. სულელად მოიქცა თქო უნდა. ხო და ესე იგი წავიდა და ბოლოს მაინც უკან დაბრუნება მოუწია. გაბრაზებული კი იყო ჯულეტა ბიძაჩემი. მაგრამ შვილიაო, ჩემი უნდა მიიღო. ესე იგი დაწერეთ კომენტარებში უნდა მიიღო შვილი ამ შემთხვევაში უკან დაბრუნდა. უნდა მიიღო შვილი, კარი გაიღო თუ არ უნდა მიიღო. ეს დაწერეთ კომენტარებში. თუ გუნდა. ხო და ესე იგი რომ დაბრუნდა ეს შვილი, ხო, შეურიდა. ხო, ეხლაც გაბრაზებულია ჩემი ძმაზე, ხმას არცევს. მარტო გამარჯვებით შემოიფარგლება მის მასთან. ხმას არცევს და არც ელაპარაკება. თქონდა. ის ოჯახი იყო დადურებულია. იმ ოჯახზე მე ვიდეო ჩავწერო რომ უნდა მოვიდეს და ბოდიში მოუხალხოს ხა. აქ თქვა, თუ ზდილობა შეჭა და თუ პატიოსნება შეჭა იმ ადამიანს ციცინოს. და მოვიდეთ და ბოდიში უნდა მოუხალხოს. იმ საქციელისთვის რაც ჩაიდინა ეკას გამო და ვიღაცა ახალი მოთხრეულის ძალის გამო. ხო, დაწერეთ კომენტარებში თუ ასე მოიქცეს თუ არ უნდა მოიქცეს. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში და თქვენი იმედები, თქვენ იმიტომ გააცნობთ ამ ინფორმაციას, რომ მე დამშვიდდე პატარა რომ თქვენი აზრი გამოხატოთ თქვენ გამოხატოთ თქვენი აზრი. რა ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო კარლო, როგორ უნდა მოქცეულიყო ჯულეტა, კარლო და გაიღო მის შვილისთვის შემოეშვა სახში თუ არ უნდა შემოეშვა. ეს კითხავით დაწერეთ კომენტარებში თქვა. ხო, და რა თქმა უნდა, რა ქვია, კარლო როგორ უნდა მოქცეულიყო დედის მიმართ, ბოდიში უნდა მოეხადა დედისთვის